2 სექტემბერს მაშინ როცა ვაპროტესტებდით პარლამენტის უკან წულუკიანის სამარცხენო კომისიას გადავწყვეტეთ რომ სახლში წავსულიყავით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავი მაშინ და ბარდიულზე დავინახე რომ ერთი ბიჭი სამაპოლიციელმა გადაათრია ბარდიულიდან და მივედი რომ გამეგო ამ ბიჭის ვინაობა გავკეულიყავი სიტუაციაში და ამის შემდეგ მეც ხელი ჩამავლეს თმაში და შემათრიეს მანქანაში რადგან ამ ბიჭს ასე ვთქვათ ვეკითხებოდი რაღაცებს და არ ვიცი რატო გააკეთეს ეს ჩვენი უფლებაა წესით რომ ასე მოვიქცეთ მაგრამ არ გადაწყვეტეს რომ ეს უნდა შევეთრიე თმით მანქანაში ხო მანქანაში რაც მოხდა ის მინივენები როა საპატრულო პოლიციის დავინახე ის რომ კამერები გათიშეს სამხარე სამაპოლიციელმა მას შემდეგ რაც შუაში მდგომა პოლიციელმა მდგომა არიჯდა დაიწყო გინება ბექა პაპაშვილის მისამართით და როდესაც ტელეფონს ართმევდა ამ დროს რაღაც წინააღმდეგობა იყო 1-2 შემოარტყა კიდეც და ყელშიც 30 წამის განმავლობაში აღრჩობდა ჩვენ ხელზე ვეკიდებოდით რომ არ მომკვდარიყო ბიჭი გადალურჩდა გადაწისდა და გადაყვითლდა არ ვიცი ასთმა რო ქონოდა ალბათ მოკვდებოდა კიდეც ხო და ამის შემდეგ ეს გავაჩერეთ ერთ სიტყვით და მანქანაში ერთ სიტყვით ისე იყო რომ ფაქტობრივად აი როგორც დარბევების დროს რა თურმე აქციიდან რო წამოვედით უნდა გავქცეულიყავით იმიტომ რომ აქციაზე ვიდექით ანუ პოლიციელები როგორც გავიგე მე მორბოდნენ და ხალხს მიდევდნენ და იჭერდნენ ჩვენ გარდა როგორც ვიცი 24 არის დაჭერები და აი მანქანაშიც მინივენში ზუსტად იგივე სიტუაცია რაც დარბევების დროს რომ იგინებიან ხალხს ურტყავენ ცემენ და რა ვიცი დაიმუქრა კიდეს ეს პოლიციელი ბექა პაპაშვილს რომ აი რაღაცას თუ არ გააკეთებდა მოკლავდა და ეს რაღაცა ზუსტად რა იყო აღარ მახსოვს მაგრამ ის რომ მოკლავდა ეს გავიგონდა და ზუსტად ვიცი უბრალოდ ამის დამტკიცებას რამდენად შევძლებ არ ვიცი იმიტომ რომ სამხარე კამერები ყველაფერი გათიშეს აბსოლუტურად სრულ იზოლაციაში ვიყავით მანქანა გიჟევით მიქროდა და ესენი არ ვიცი ყველა ხელაღებულად რა ვიცი არა ადამიანურად იქცეოდნენ